ეგვიპტეში არ გვიშვებდნენ. არ მაგარ, კი არ გვიშვებდნენ. უბრალოდ ამდენი კამერები, ამდენი ლამაზი გოგო რაღაცა და იქაურა პორნოს გადაგა. კი, გაბედაია ერთი მთელი დღე იყო დაკითხვაზე. თორე პორნოს კი, ეგ იყო რომ პირველ დღეს და მეორე დღეს უნდა ყოფილიყო გადაღება და დანარჩენი ერთი კვირა გვეგულავა ზღვაზე, მაგრამ პირველი დღე მოკლედ დაბილაია პოლიციაში გაატარა მაგის გამო. კოჩი ლამაზი გოგოები და კამერები ჩათვალესო თქვენ პორნოს გადასაღება ქვიშებში. სასწაული ისტორია. იქ საშინელი სიცხე იყო. მივდიოდით იმ კუნძულზე, რომელიც 1 საათის გზაზე იყო, ხო, იმ სასტუმროდან, სადაც ჩვენ. და უკვე დახურული ის იყო რა. ხო, დახურული პლაჟი იყო, ფანტასტიკური, მართლა ძალიან კარგი ადგილი იყო. და რა ხდებოდა ეხა? გადებულები ძირითადად ჩვენ ვიყავით, მაგრამ ისეთი ცხელი იყო ქვიშა, რომ ვიწყებდით გაჩერებას, აი რომ მოძრაობდა ცეკვა, ისე ხო ვერ გზნობ, რომ ძალიან ცხელი. როგორც კი გვაჩერებდნენ ეს და გვეუბნებოდნენ, რომ იქ აქ-იქ არ გაინძრე, ეს უცებ ესე ამოუთხრიდი ამ მიწას, ესე ამოუთხრიდი და ამ ფეხებს ესე შიგნით ჩავდებდი, რომ აი შიგნით არ იყო ეგეთი ცხელი და ესე და პერიოდულად იხედება ჯერა და აი ესე ხრი, არა, თხრიდი რომ შიგნით შემეყო ფეხები და ეს ამოთხრილი მიდექი ხოლმე და ველოდებოდი. ამ დროს ჭtilში აი თუნდაც ხოლგის ჭtilში იმავა გვერდზე პლაჟი აი 20 სანტიმეტრ გვერდზე დადგები და აღარ არაფერი, არა სიგიჟე. მაგრამ აი მიფის მზეზე იყო საშინელი. და სიგიჟე, რაღაცა საოცარი წყალი იყო ეს, გახსოვს, აი რაფერის წყალი იყო და წყალში რომ ვერ შევდიოდი, ან ფეხის გასოლების მეტი ვერაფერს ვერ ვაკეთე. ხალხო როგორ ვიტანჯებოდი? წამდი ეგვიპტეში ვარ ფანტასტიკურ ადგილას. და ან ქვიშაში გავარჩევ, ან წყალს ბოლოს გახსოვს ყველა რომ შევეხარე. მე წვერი მოუშვი, იმიტომ რომ ვიცოდი ხა რომ ეგვიპტეში კიდე რომ მიწებებული წვერი და წყალში რო ჩავიდე, თავს მოვიკლავ რა. თავის ხვდები. კაცმანის სხვა პოდკასტს წარმოგიდგენთ დეველოპერული კომპანია Homery.